მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენ ასეთი გაშლა გავაკეთოთ ნამდვილად რა სჭირდება მას. და ვინც ნახა უკვე ვიდეო, რომელიც მე ჩავწერე გუშინ, ასე რატომ იქცევა, მაგაზე კიდე მოკლე მიმოხილვა გავაკეთე. წინა ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, ვინც შემდეგში ნახავს უკვე, მართლა ძალიან საინტერესო იყო ეს თემა და დღეს თითქოს მაგის გაგრძელება არის, მაგ თემის გაგრძელება იქნება ეს გაშლა. ვინც ახლა პირველად არის აქ ჩემს არხზე საერთოდ, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, მე ვარ კარმული ტარო-ნუმეროლოგი, ფსიქოლოგი, love coach და ჩვენ აქ ტაროს ვიყენებთ არა მხოლოდ კი არა, საერთოდ სამკითხაოდ არ ვიყენებთ, უბრალოდ ვიყენებთ როგორც ინსტრუმენტს, რომელიც გვაძლევს საშუალებას მალე გავარკვიოთ რამე სიტუაციები, რომელიც ახლა რა თქმა უნდა ყოველს ცხოვრებაში ხდება. და იმიტომ რომ 90% არის კარმული ურთიერთობა და მე მაგისი შემიძლია თქვა სპეციალისტი ვარ, იმიტომ რომ ვუშაობ წლები უშუალოდ კარმული ურთიერთობაზე და პირად დანიშნულებაზე. დღეს ვნახოთ ჩვენ ასეთი გაშლა მინდა გავაგრძელო ის თემა, რაც დავიწყე წინა ვიდეოში, რომ ზოგჯერ ნამდვილად ჩვენ არ ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდება პარტნიორს სინამდვილეში, ჩვენ მაგისი არ გვესმის, ჩვენ გონია რომ გვესმის, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ მაგი არ გვესმის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი მე რასაც ვაკეთებ, მე ვთვლი, რომ ეს არის სწორი და მე ვთვლი, რომ პარტნიორსაც ეს მოეწონება. კი, შეიძლება ვიკითხებით ზოგჯერ, მაგრამ პასუხს არ ვიღებთ, ან შეიძლება ადამიანი გეუბნება, ნუ რა ვიცი, ნუ გააჩნია რა თქმა უნდა პიროვნებას, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როცა ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ არა იმას, რაც ჩვენთვის კარგია, როცა ეს პარტნიორს ეხება და მე მინდა პარტნიორება სიამოვნო, ხო? უნდა გავაკეთოთ ის, რაც უშუალოდ მას სჭირდება და ეს შეიძლება საერთოდ ხოთრე ძალიან მაგარი პრაქტიკა არის. გაწევთ აგერ გჩუქნით, თუ გინდათ ერთმანეთს აი დაჯეკით და უთხარით თქვენს პარტნიორს, რომ მოდი აბა დაწერე შენი აი ყველა ესეთი საკრალური ვთქვათ ოცნებები, ხო? ან სურვილები, ხო? ან და მეც დავწერ და მე ერთმანეთს მეც და ნახავ თქვენ გაუცდებით შეიძლება ესეთი რაღაცა. ან თუნდაც აი ჩვენ ურთიერთობაში შენ აი რა გისიამოვნებოდა, ან რა გინდა რომ ვთქვათ, მე როგორი გინდა რომ ვიყო, ან რანაირად გინდა რომ ჩვენი ურთიერთობა წარემართოს და ასე შემდეგ. თქვენ ნახავთ ისეთ პასუხებს, რომ გაოცებული იქნებით ნამდვილად, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ აზრზეც არა ვართ რა უნდა პარტნიორს საერთოდ და აი ყველა შენი აი თამამი თქვათ, სურვილები დაწერე და გაოცდებით. თუ დაწერს რა თქმა უნდა, თუ ნუ ეს რა თქმა უნდა უკვე ნდობას ეხება, თუ რამდენადაც გენდობათ პარტნიორი და თქვენი დაწერეთ და მაგას მიეცეთ და მას თხოვოთ რომ მან დაწეროს თავისი. ბევრი ისეთ რამეს ნახავთ, რომ გაგიკვირდებათ, რომ შეიძლება იტყვით რომ ღმერთო არც მიფიქრე ან რატო არ მეუბნებოდი და მე კი გეუბნებოდი, მაგრამ შენ ჩემი გესმის, აი იმას გეტყვის პარტნიორი, იმიტომ რომ ეს არის აი სულ ხშირი მომენტი რა დამიჯერეთ. დღეს მოდით როგორც ყოველთვის კითხვები მაქვს მომზადებული და ამიტომ დავიწყოთ. ახლა პირველ რიგში რა თქმა უნდა როგორც სიგნიფიკაციას გავაკეთებ, ანუ რა ხდება თქვენს ურთიერთობაში. თუ დაუშვოთ თქვენ თვითონ ეს თემაც გაინტერესებს, აქ დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ბევრი საინტერესო რჩევები, შეგიძლიათ ისე უბრალოდ ნახოთ, თქვენთვის თქვათ ინფორმაცია იქნება თუ არა და თუ რეზონირდა, ნუ ხო თავისთავად, ესე იგი უკვე იქნება თქვენი ისტორია, ხო? ეხლა რა ხდება თქვენ ურთიერთობაში? მოდით ეხლა ეს ვნახოთ. ეხლა აი რა ხდება რა? აი ნუ ზუსტად ეს მომენტი ხდება, რაც მე ვთქვი. აი რაც მე ვთქვი, გამოვიდა ნახეთ. აი იცით თქვენ უკვე ვინც ჩემთან დიდი ხანია, რომ მეჯერ ვამბობ, მე ტარო უბრალოდ მიდასტურებს, ხო? აი შეხედეთ, ეგრევე არკან ძალა, ვინც იცის ტარო მიხვდება რაზეც არის, ვინც არა და აუხსნი, არის მე-13 არკანი, არის 7-იანი გვერდხების. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ეხლა კი ბატონო, თქვენ ურთიერთობაში ეხლა ხდება სიტუაცია ზუსტად, აი ცოტა, ტრანსფორმაციული, მაგრამ
აქ არის როგორი სიტუაცია? ხა გეტყვით, ვარიანტები ცოტა შეიძლება ბევრი იყოს, ნუ იცით თქვენ საჯარო გაშლა, ნუ ეს უნდა გაგაფრთხილოთ ყოველთვის, რომ იცოდეთ, ხო? შეიძლება იყოს ურთიერთობაში ეხლა ცოტა ისეთი, დაძაბულობაც, იმიტომ რომ ნახეთ, აი ამ არკანში შეხედეთ, როგორ ძალიან კარგად ჩანს, რომ ქალი და ეს ლომი როგორია, იცით, რომ ქალი ცდილობს მაქსიმალურად, ეხლა რომ ეს დააშოშმინოს, ასე ვთქვა, და თავისი, მე შენი არ მესმის ეს ადამიანი ეუბნება რაღაცას, ხო? დაუშვათ ეხლა ლომი, ხო, ამ შემთხვევაში ადამიანი. უკვე და არ მინდა, არ გავიგებ, იყურება იქეთ რა, მაინც მე ჩემი აზრი მაქვს რაღაცაზე. აქ როგორი სიტუაცია, როცა ადამიანები არ შედიან, ეს გოგოებო, აი შემიძლია გითხრათ ეგრევე, ვინც ნამდვილად ეხლა შეიძლება უფრო ახალი გოგოებისთვის იყოს, ვინც ეხლა შეიძლება ცოტა ხანი არის აქ ჩემთან არხზე, იმიტომ რომ ვინც უკვე დიდი ხანი ბევრჯერ მithქვამს, მე თქვენი კომენტარები და ისედაც ვუგრძნობ, რომ თქვენ ცხოვრებაში იცვლება ბევრი რამე, თუ არ იცვლება და თქვენ ცდილობთ ყოველ შემთხვევაში, რომ თუ ძალიან არ იცვლება, თუმცა მე ვიცი რომ იცვლება, უფრო კიდე გაიგოთ მეტად და ამიტომ კლუბშიც ხარ ჩემთან, ტრენინგებზეც ხარ და ყველაფერზე და ვიცი რომ თქვენი ცხოვრება, თქვენი კომენტარებიდან ვიცი რომ იცვლება. აქ სიტუაცია როგორი, დაძაბული კი არის, ხო? უკვე დიდი ხანია შეიძლება იყოს დაძაბული, მაგრამ აი რამე რო შევცვალო, ვეწინააღმდეგები, რატო? იმიტომ რომ შენი ბრალია, ზუსტად შენი ბრალია, გაიგეთ? აქ ადამიანები რა შვებიან, ესე იგი ერთმანეთს რაღაცას უმტკიცებენ, რაღაცა ძალას აჩვენებენ, არა მე უფრო მაგარი ვარ, არა შენ, არა ეს ღამაკლია, არა შენ თუ ასე არ იქნება, შენ თუ ის, აი ეს სისულელეების ყველაფერი აბსოლუტურად რა. მიდის ზუსტად, აი რუსულად კარგი სიტყვა არის противостояние რა. როცა ადამიანები ნამდვილად ეხლა არიან ისეთ მდგომარეობაში, როცა შეიძლება ერთმანეთის არ ესმის, მაგრამ მოვიდა დრო იმისი, რომ უკვე უნდა სიტუაცია შეიცვალოს და შენ ეხლა რაც უფრო მეც ეხლა ეწინააღმდეგები, უფრო მეტი დაძაბულობა იქნება ურთიერთობაში დამეჯერეთ რა. აქ ადამიანებს მე შემიძლია თქვა, რომ აი ერთი შეიძლება არ ესმის რა ადამიანს ეხლა. ადამიანებს ერთმანეთი არ ესმის და აი იმიტომაც არის სიტუაცია, ნახეთ, შეხედეთ, როცა არ გამოდიან ნორმალურ ურთიერთობაში, არ იღებენ, განულება საჭირო რა. აქ არ გამიკვირდება, რომ არის ან წასვლა, დამთავრებული ურთიერთობა არის, ან რაღაცა უკვე არის დიდი ხნის პაუზა და ადამიანმა არ იცის რითი დამთავრდება, იქნება თუ არა ეს ურთიერთობა, ვიქნები თუ არა ბედნიერი. ამ დროს ნახეთ, მინდა კარგი ცხოვრება, მინდა ყველაფერი, მაგრამ ადამიანი არ შედის ამ კარმულში, არა, ამ თავის კარმაში არ შედის, არ მინდა. აი ზუსტად იქ მიმოხილვა რომ გავაკეთე იმ ვიდეოში, თქვენთვის ეს ვიდეო იქნება აუცილებლად მოსასმენი, მე მგონი ბევრ კითხვაზე პასუხს მიიღებთ, იმიტომ რომ ნამდვილად ეს იქნება უეჭველი, როცა მე არ მესმის, რას მეუბნება პარტნიორი, გაიგეთ და ის მე ვთვლი რომ მე ვარ მართალი, ის თვლის რომ ის არის მართალი და მიდის აი ეგეთი ერთმანეთში ძალადობა რა, ახლა ზოგთან შეიძლება მართლაც უჩხუბი და ომი იყოს, ზოგმა უბრალოდ შეიძლება დაასრულოს ურთიერთობა, იმიტომ რომ უკვე აღარ აქვს ნერვები და ძალა, რომ თქვათ, გააგრძელოს ურთიერთობა რა. უბრალოდ, მიზეზი უკვე გვაჩვენეს, რომ დაბლოკირები აქვს, პაუზა აქვს, ყველაფერი დაძაბულობა აქვს, ყველაფერი აი აქ არის რა. მოდით ახლა ვნახოთ კითხვები მაქვს. ვნახოთ პირველ რიგში მანარას ვიყენებ სპეციალურად, იცით თქვენ ახლა ვინც უკვე ჩემთან სწავლობთ და ისედაც მანარა არის ისეთი დასთა ერთ-ერთი აღიარებული ყველა ტაროლოგების, რომელიც არის საჭირო ფსიქოლოგი ხარ, ტაროლოგი ხარ, თუ ასტროლოგი ხარ, რომ გქონდეს მანარა, იმიტომ რომ ეგრევე მიხვდები ყველაფერს აბსოლუტურად. ვინც ადამიანებთან მუშაობს, მithumet ურთიერთობებზე. ეხლა ვნახოთ, ესე იგი როგორ გრძნობს ეს ადამიანი შენს გვერდით, იმიტომ რომ საერთოდ გოგოებო იცოდეთ რომ მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორ თავს გრძნობს შენს გვერდით. ეს მნიშვნელოვანია. მას უყვარს აი ეს მდგომარეობა, ეს შენს გვერდით, სხვა არაფერი. ეს მნიშვნელოვანი მომენტი. როგორ აი ვინა ხარ მისთვის შენ ეხლა აი ამ ეტაპზე ვთქვათ, ხო? ვინა ხარ?
როგორ განწყობა შენს მიმართ. რას გრძნობს? გრძნობა რა გრძნობა აქ ამ ადამიანს ახლა შენს მიმართ. ესეც რაღაც მოითხოვა, ნუ იყოს უკვე. შემდეგ ვკითხოთ ახლა ჩვენ ესეთი რას არ გეუბნება. აი თქვათ ახლა, ნუ არ უნდა შეიძლება გაწყენინოს ან აზრი არ აქვს, ან რაღაცა ეგეთი, აი რას არ გეუბნება, რას გიმალავს თქვათ, ხო? რაზე არ გელაპარაკება. ნუ შეიძლება იცნობთ, რომ დაუშვათ ადრე კი უთქვია, ახლა აღარ მელაპარაკებათო, რომ ნუ აი ეს ვკითხოთ, მაინც იყოს რა. და ვნახოთ ახლა ჩვენ მისი შინაგანი მოტივები, რომელიც არის, ნუ და ესეთი სულიერი მოთხოვნილებები. ანუ ეს როგორი მომენტი არის, იცით, რომ ანუ სინამდვილეში რა უნდა მის სულს, ხო, დაუშვათ, რასაც არ გეუბნება თქვენ, რასაც თქვენ შეიძლება არ გესმით. აი ესეც ვკითხოთ. და ვნახოთ, რომ აი არის თუ არა საჭირო, რომ შენ რამე შეცვალო შენში, რომ ეს ურთიერთობა იყოს თქვენ ორივესთვის კარგი და ჰარმონიული. იმიტომ რომ კიდე ერთხელ გეტყვით, რომ როცა არის პაუზა, როცა არის ეს დაბლოკვა, მიბლოკვა რაღაც სისულელეებს რო აკეთებ, ეს პაუზა გეძლებათ იმისთვის, რომ თქვენ რაღაცა ისწავლოთ. გაიგეთ და არა იჯდეთ და იტიროთ და მით უფრო და იაროთ და ქალებში და ლანძღოთ თქვენი პარტნიორი რა. მაგით თქვენ უფრო ართულებთ ამ კარმას და ამ ყველაფერს რა, როგორც კიდათ ისე თქვით, რომ არ გამოვა არაფერი. მიტომ ეს ვაფშე საერთოდ ჩემთვის ვაფშე მეუღებელია, როგორ შეიძლება ადამიანი, რომელზეც მე ვამბობ, რომ მიყვარს, ეხლა მაგასთან თქვა, ნუ ცოტა უსიამოვნო მომივიდა და მივდივარ და ვლანძღავ მაგას, ეს იდიოტი, ეს კრეტინი, ეს ვიღაცა. კარგით გოგოებო რა, ცოტა. აჰა, როგორ გრძნობს ეს ადამიანი თქვენს გვერდით? ნუ, ნახეთ როგორ გრძნობს პრინციპში, რო გითხრათ, ვერ გეტყვით იმას, რომ ცუდად გრძნობდეს თქვენს გვერდით. იმიტომ რომ აქ მანარაში მზის არკანი არის ცოტა როგორი ენერგია, იცით რომ ანუ ეთყობა გრძნობს თქვენს სიყვარულს. ანუ ეს ცოტა ეგოისტური თემა ზუსტად რა, ანუ ყველგან ახლა ზოგი ახლა ყველგან მზეს კითხულობს როგორც ეგოისტობა, მაგრამ გააჩნია ახლა როგორ არის განლაგება, მაგრამ ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში თავს როგორ გრძნობს? კარგად, იმიტომ რომ თქვენ თუ დაუშვათ, იძახეთ, რომ აი მე ყველაფერს ვაკეთებ, მე ანუ მის გარშემო ვტრიალებ, ხო, დაუშვათ, აი ყველაფერი მისთვის არის. კი, მომენტ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი მაგას კარგადაც გრძნობს, რომ თქვენ ნამდვილად ნუ კარგად გრძნობს რა. კარგად გრძნობს. აინენტე ამიღო კიდე მეორე მანარა, კაი. კი, ნუ სტაბილურად, მოდეთ ასე ვთქვათ, სტაბილურად გრძნობს თავს, კარგად გრძნობს თავს, ნამდვილად თქვენ სიყვარულს ეს ადამიანი გრძნობს. так, შემდეგი გავაგრძელოთ, მე კიდე აქ დავბრუნდები მე. ვნახოთ ახლა ვინ ახარ მისთვის, მოდეთ ეს ვნახოთ, ვინ ახარ მისთვის. ნუ ვინ ახარ შენ მისთვის, ნუ გოგო, აქ სხვაობა უეჭველი არის, პლუს კიდე თქვენ ხართ ახლა ამ ადამიანისთვის, როგორ იცით, აი ასე თქვათ, ნუ მალვინა და პინოკიო, ხო, იცით თქვენ ეს ზღაპარიც რა, აქედან არის, ახლა მან არ არის საერთოდ, ახლა იცით თქვენ იტალიური მხატვარის და ამიტომ ნახეთ მილო მანარასი. და აქ მალვინა რაღაცას ნახეთ, ახლა ასწავლის ამას, ჭკუას არიგებს რა. ანუ პრინციპში შეგვიძლია თქვათ, ვინ ახარ შენ, ნუ ნოლის არკანი შემიძლია გითხრათ რა, საერთოდ ურთიერთობას, ნუ მაღალი არკანები წამოვიდე, კი ბატონო. მაგრამ ნოლის არკანი რო გითხრათ, ვინ ახარ მისთვის, სერიოზული ურთიერთობას მანარაში არაჩვენებს საერთოდ, ეხლა ნულის არკანი, მაგრამ აქ შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანი, რომელიც სულ რაღაცით უკმაყოფილო არის, აბა გაიხსენეთ ეს ზღაპარი, ხო? მალვინა სულ რაღაცას უკმაყოფილო. ეს არ გააკეთე, ასე წადე, ეს გააკეთე, ხელები დაიბანე, ფეხები დაიბანე, რაღაცა სულ კარნახობს რა, მასწავლებელი, რომელიც სულ ჭკუას მარიგებს. так, კიდე ჩვენ უბრალოდ გავხსნით და მე როგორ სურათს ვნახავ. შემდეგი არის კითხვა აქ გრძნობაზე, ხო? ანუ რას გრძნობს?
კი ბატონო, სექსუალური, კი. აი სექსუალურად შემიძლია გითხრათ, ანუ აქ უკვე ნახეთ როგორი 1 2 3 4 მაღალი არკანი. ეს რას ნიშნავს, რომ თან აქ გითხარის სიგნიფიკაციაში 3 კარტიდან 2 მაღალი არკანი. ეს რას ნიშნავს? ანუ საერთოდ მაღალი არკანი ვერ არის ის ენერგიები, რაშიც ჩვენ ვტრიალებთ, ხო? მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი დაბალი არკანები გვაჩვენებენ უბრალოდ გვიხსნიან სიტუაციას. აქ არის როგორი სიტუაცია? იცით, უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანისთვის კარგად გრძნობს და სტაბილურად არის თქვენს გვერდით, იცის, რომ თქვენ თვის ეს ადამიანი სტაბილური პარტნიორი არის, პლუს კიდე თვითონ რო გითხრათ, აი სექსუალური ენერგია, კი ბატონო, არის ძალიან მაგარი სექსუალური ენერგია, აქვს ძალიან მაგარი თქვათ, შეიძლება გააქვთ აი არაჩვეულებრივი სექსი, არ გამოვრიცხავ მე აქ, იმიტომ რომ აქ ადამიანი, ეგრევე მაჩვენებს ახლა, რომ არ მინდა ამისი გაშვება და მაქსიმალურად, ანუ როგორც თქვათ, მარტო სექსზე რო იყოს აგებული ეს ურთიერთობა, ძალიან ბედნიერი იქნებოდა ეს ადამიანი. აი აქ ახლა ნახეთ გოგოებო, გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში ჯერჯერობით, მოდეთ ასე ვთქვათ, მე კიდე ახლა ამ კარტსაც გავხსნე, მე ვერ ვხედავ ჯერ ნამდვილ სიყვარულს. აქ არის მე-15 არკანი, რომელიც უკვე მეუბნება, რომ ეს არის კარმული ურთიერთობა, აი 100%-იანი, იმიტომ რომ აქ პარტნიორი არც მიდის და არც მოდის, არც არის რა. და დარწმუნებული ვარ, თვითონაც ვერ ხვდება რა ხდება ეხლა თქვენს ურთიერთობაში. დარწმუნებული ვარ. და კარგით, ნახოთ ეხლა რას მალავს. აი, მალავს. რას მალავს? საერთოდ ეხლა ამ იმას მალავს, რომ ეს სხვადასხვის ნახეთ აქ როგორი საინტერესო არის მომენტი. ანუ თითქოს ეს ადამიანი რაღაცას, რასაც აკეთებს, ხო? უყურებს თქვენს რეაქციას, იცით? გაკვირდებათ სულ. გაკვირდებათ. აი ეს არის ძალიან საინტერესო სიტუაცია, რატო იცით? იმიტომ რომ ზუსტად რომ ვამბობ ხოლმე, რომ პარტნიორს ხო გეუბნებით, რომ მოდის ყოველთვის ჩვენთან რისთვის, რომ თქვათ რაღაცა ამოცანისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა ასე არის აწყობილი ეს საერთოდ სულის გზა, რომ ეს უკვე ვერ არ იცის თვითონ რა ხდება, გაიგეთ, თვითონ უყვირს ამას. და იმას მალავს, რომ აი არ იცის რა გითხრას, რატო ვიქცევი ასე, რატომ ვარ ასე, აი არ გეუბნები, თვითონ არ იცის. აი ეს მომენტია ზუსტად აქ. გაშვება არ მინდა, ხო? კი, ვიქცევი ისე, როგორც ვიქცევი. თითქმის კარგად ვარ, მაგრამ მე როცა როგორც აი რაღაც უცნაურად რო იქცევა, თვითონ რაღაც უპასუხისმგებლოდ, გაიგე, პასუხისმგებლობა არანაირი არა აქ ადამიანს, მაგრამ ეს ადამიანი როგორ არის, იცით, ანუ გითვალთვალებს, გაკვირდება, აი ასე ვეთქვი. Так, ვნახოთ ახლა მისი შინაგანი ახლა მოტივები, ხო? და ახლა აი ეს არის, ნახეთ. გოგოებო, აქ გეუბნებით რა ხდება იმპერატორი. ნახეთ რა ხდება ახლა აქ. აი ზუსტად ეს მომენტი არის. ეს იქნებოდა იკითხები, რომ იყო ავიღე პასუხისმგებლობა, ყველაფერს ამისთვის ვაკეთებ, მაგრამ ვერაფერს ვერ ვგრძნობ სამაგიეროს რა, თუ რაღაცა ეგეთი კითხვა იყო. აი ეს პასუხი არის აქ ზუსტად. იმიტომ რომ ნახეთ, ეს ადამიანი მართლა თქვენგან იღებს ყველაფერს, რაც მას სჭირდება. სტაბილური თემა, იცის რომ არსად არ წავა ეგეთ შემგან, всё. თვითონ იქცევა ბავშვით, არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს, მაგრამ არის თქვენზე მიჯაჭვული და ვერსად ვერ მიდის, თვითონ არ იცის რატო ხდება ეს, მაგრამ
სინამდვილეში აქ გაკვეთილი რა არის, იცით რომ აი ზუსტად რომ თქვენი ამოცანა არის და მასაც უნდა რომ თქვენ კი არ აიღოთ თქვენზე მთლიანად ეს პასუხისმგებლობა, ხო? გახდეს თვითონ იმპერატორი. აი ეს არის მისი სულიერი, აი დანიშნეს უნდა მაგას რა. აუცილებლად მოусმინეთ ის ვიდეო, რომელიც მე წინ ჩავწერე. ეხლა დღეს არის ეს ვიდეო ჩაწერილი, იქ აი მიიღებთ კიდევ უფრო მეტ პასუხს ამაზე. ამ კითხვაზე იქ ბევრი ვილაპარაკე. იმიტომ რომ ამ ადამიანს მე გითხარით თქვენ იმ ვიდეოში ზუსტად ეს პასუხი გაგეცეთ, რომ თუ მამაკაცი არასოდეს არ გააკეთებს იმას, რასაც მის მაგივრად აკეთებენ. ამას უნდა პასუხისმგებლობა, მაგრამ აი გაკვეთილი აგერ არის. გაკვეთილი აგერ არის, იმიტომ რომ შენ ყველაფერს აკეთებ, გააკეთე. შენ მე მკარნახობ, მე რა უნდა გავაკეთო, არ მოგისმენ. იმიტომ რომ მე ვარ კაცი. და საერთოდ ბუნებრივად დამერწმუნეთ, აი ბევრი ანალიტიკის მერე და ურთიერთობები მაგ გარჩეული აი, რა ვიცი. ვერც ვერ გეტყვით უკვე არ დამითვლია, ნამდვილად ახლა უამრავი. ხშირ შემთხვევაში მამაკაცი აი 99% უნდა დაუჯეროთ. იმიტომ რომ აი ანალიზი რო გამიკეთებია, თქვათ, ხო? აი შეიძლება უსმენ და ფიქრობ, რომ მოიცა რა არის და რა იცის მაგან. მაგრამ როცა დააკვირდები, რა ჭკვიანური თქვა. მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ ვუკვირდებით. თუ რამე თქვა ისეთი რაც ჩვენ არ გვსიამოვნსა, მოიცა სისულელი რაღაცას ამბობ, ხო? აი ეცადეთ რომ დააკვირდით, რას გეუბნებათ ადამიანი. დააკვირდით რა. იმიტომ რომ ნამდვილად აი აქ არის ეს მომენტი, ესე რა ქვია. ამას უნდა პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ თქვენ არაზე. ეს არის გაკვეთილი თქვენი. უეჭველი თქვენი გაკვეთილი. ეს მოვიდა და თავის საქციელს ვერ ხსნის, მაგრამ აქ უეჭველი მოვიდა რომ გასწავლოს თქვენ კაცის აი უნდა რომ თქვენ ეს კაცი იყოს თავის ადგილზე, ხალი უნდა იყოს თავის ადგილზე, მაგრამ ეს აკეთებს ამ ყველაფერს ისე როგორც შეუძლია რომ გააკეთოს. არ ვიცი რამდენად ახლა კარგად გიხსნით ამ მომენტს, მაგრამ ნუ პრინციპში ვისიც არის ეს სიტუაცია, ეს უეჭველი მიხვდება, რაზეც არის საუბარი. იმიტომ რომ თქვენ აიღეთ თქვენს თავზე ყველაფერი აბსოლუტურად და ეს არის კარგად რა. ხო გითხარით, მზის არკანი ეს არის ეგოისტობა, მშვენივრად კარგად ვარ მე აქ. გაიგეთ? ამიტომ არის აი აქ ზუსტად რომ ხალ დავიღალე, როდემდე უნდა შეიცვალოს სიტუაცია, შენ არ გინდა შეცვალო, შენ არ გინდა ის, შენ არ გინდა ას და ეს ვერ ხდება ეს ამბობს რომ ღმერთო შენ თვითონ გინდა ასე და მე რატო რა გავაკეთო. აი ამ ყველაფერზე გეუბნეთ მე ახლა ნამდვილად გეტყვით ახლა. ნამდვილად თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ყველაფერი აი პასუხები თუ მოინდომებთ და გაარკვევთ ამ სიტუაციას. მე ვპატირებ ჩემ ტრენინგზე, იმიტომ რომ მე იქ ნამდვილად დავღეჭავ ამ ყველაფერს რა. იმპერატრიცა. კითხვა. უნდა თუ არა შენ რამე გააკეთო იმისათვის, რომ იყოს თქვენი ურთიერთობა ჰარმონიული. ორივესთვის. და მას უნდა, აი რა ვთქვი წეღან, თავისი ადგილი დაიკავოს და თქვენ რომ თქვენი ადგილი დაიკავოთ, თქვენ რომ თქვენი თავის ფასი ისწავლოთ. პასუხი აგერ არის. რას ნიშნავს აი იყო შენ ადგილზე? ეს ძალიან დიდი თემაა, ძალიან საინტერესო, მაგაზეც ცოტა შევეხები ტრენინგზე, მაგრამ მე შეიძლება კიდევ უფრო რამე ტრენინგს გავაკეთებ რა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი თემა, როცა შენ ადგილზე ხარ, ყველაფერში, გინდა სამსახურში, გინდა შვილებთან, გინდა ქმართან, გინდა პარტნიორი, რაც გინდა დაარკვევი, вообще ცხოვრება სულ სხვანაირი ხდება. всё, ჩემო ლამაზებო, დღეს აღარ დაყლით ბევრი ინფორმაციით, მაგრამ გეუბნებით, პასუხი ეგეთია, რა უნდა მაგას სინამდვილეში და ის უნდა რომ შენ იყო შენ ადგილზე, მე ვიყო ჩემ ადგილზე. მე ავიღე პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, როცა შენ იქნები აი ეს ქალი, რომელმაც იცის თავისი
ფასი, რომელმაც იცის ქალმა რა უნდა გააკეთოს, რომელმაც იცის აი ზუსტად ეგ ბლოკი მექნება აუცილებლად ტრენინგზე. რა უნდა ნამდვილად მამაკაცს. იქ იქნება აბსოლუტურად აი მაგარი რაღაცა პლუს მედიტაციასაც მოგცემთ. იქ გაიგებთ ნამდვილად რა უნდა. მაგრამ აი აქ ამ შემთხვევაში გითხარით თქვენ. უნდა თავისი ადგილის დაკავება.